საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესმენებს შეხვდა შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოხდა. რეზოლუცია გულისხმობს 2014 წლის ნატოს სამი საქართველებისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას. საქართველოს გააჩნია ორპარტიული მხარდაჭერა როგორც რესპუბლიკელების და ისე დემოკრატების მხრიდან. ეს არის განცხადება, რომელიც ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონგრესმენებმა გააკეთეს. Prime Minister Garibashvili მინდა მივესალმო პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე ქართულ დელეგაციას. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს აქვს როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობა არის პროგრესულად მოაზროვნე და მიისწრაფის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მე თავად მქონდა პატივი ერთი კვირით საქართველოში ყოფილიყავი და საკუთარი თვალით მენახა რუსული აგრესიის შედეგები, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფება დასავლეთისკენ. თუ ჩვენ შევხედავთ თუ რა ხდება რეგიონში, როგორ იბრძვის უკრაინელი ხალხი ევროპული ღირებულებებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების დაჩქარება. ჩვენ კონგრესის სხვა წევრებთან ერთად მხარს უჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რათა ქვეყანამ ძალიან მალე მიაღწიოს ეკონომიკურ პროგრესს. საქართველოს გავს პროგრესულ ნაბიჯებს ნატოსკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას. Thank you again. მე მინდა მადლობა გადაუხადო კონგრესმენებს. ჩემი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაა, რადგან ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დარგების განვითარებას, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში და იცავენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.